მოგესალმებით, ვაგრძელებთ ილუსტრატორის ვიდეო კურსს. თუ კი მოგწონთ ჩვენი არხი და გსურთ უფრო მეტი ონლაინ კურსის, უფასო კურსის ნახვა, გთხოვთ გამოიწვევთ ჩვენი არხი. თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო კურსს აღმოაჩენთ ახლო მომავალში ჩვენს არხზე. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ახალ გაკვეთილზე, რომელსაც კომბინირებული გზების შექმნა ეწოდება. კომპლექსური გამოსახულებების შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ილუსტრატორში არის რთული გზების შექმნა. მოცემულ გაკვეთილში მე გაჩვენებთ, როგორ უნდა შექმნათ ის ბრძანების Pathfinder მეშვეობით. პირველ რიგში გავადიდოთ ყვავილის გამოსახულება, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ამისათვის Alt-ით, ფილაქზე Alt და Scrolling-ით, მაუსის Scrolling-ით შეგვიძლია ესე გავადიდოთ გამოსახულება მაქსიმალურად, რომ კომფორტულად ხედავდეთ. ოდნავ შევამცირებ ზომას, რომ ესე მოჩანდეს კარგად. ამის შემდეგ ხელსაწყოთი select გამოვყოთ გამოსახულება. გადავალთ select-ზე და ამ გამოსახულებას გამოვყოფთ მთლიანად. აი ესე. გადავიდეთ მენიუში window და ავირჩიოთ პანელი Pathfinder, რომელიც მე უკვე გამოდანილი გვაქვს. თქვენ თუ არ აქვთ გამოდანილი, გადახვალთ. აქ არის Pathfinder, რომელიც აი აქ არის გამოსახული. პანელში მოცემულია shape modes რეჟიმები, რომელთა შესახებაც ცალკე გაკვეთილში ვისაუბრეთ. საუბარია აი ამ shape modes-ზე. ისინი ჩვენ ამ გაკვეთილში არ გვაინტერესებს. ახლა ჩვენ გვაინტერესებს Pathfinder ჯგუფი. Pathfinder-ის პირველი მონაცემს წარმოადგენს divide. ეს არის მისი პირველი მონაცემი. მისი ჩვენება გაცილებით უფრო მარტივია პრაქტიკაზე, ვიდრე ახსნა. დავატკაპოთ მასზე divide. როგორც დავინახავთ, ვიზუალურად არაფერი არ იცვლება, მაგრამ არსით ილუსტრატორმა გაყო ელემენტები ცალკე ფიგურებად. თუ კი ავიღებთ ხელსაწყოს direct selection, ამ ხელსაწყოს, შეგვიძლია მივიტაცოთ მოცემული გამოსახულების ცალკეული ნაწილები. შეგვიძლია გამოვყოთ კიდეც ეს სხივები და წავშალოთ ცალ-ცალკე. მაგალითად, აი აქ შემიძლია ცალ-ცალკე ესე მოვკიდო ხელი და ცალ-ცალკე გავაუქმო, ხედავთ ესე ცალ-ცალკე წაშლა შემიძლია ამ ყველა სხივის. აი ეს გააკეთა divide. დავაბრუნოთ უკან გამოსახულება როგორც იყო, Command Z-ით ან Control Z-ით. თუ კი გამოვყოფთ ყველა სხივს და წაშლით, დაინახავთ, რომ მის ქვემოთ მდებარე ყვავილი ადგილზეა. ის არ წაშლება. იმისაც რომ შევცვალოთ ყვავილში მოცემული ფიგურის ფერი, ჯერ გამოვყოფთ მათ, ანუ როდესაც ამ სხივებს წავშლით divide-ის შემდეგ, შეგვიძლია ეს ფიგურები ფოტო გამოვყოთ, ჯერ ერთი ფოტოლის შემდეგ shift-ით დანარჩენი ფოტოლი, shift-ზე დაჭერით და ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ფოტოების ფერის ასრულოს, იმის დასანახად თუ რაც გავაკეთეთ. გავაუქმოთ ყველა მოქმედება გამოსახულების საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად, ისევ გამოვყოთ ორივე გამოსახულება, ისევ ხელსაწყოთი select tool, როგორც ჩვენ აქვს გამოყოფილი ორივე გამოსახულება და განვიხილოთ ბრძანება trim. აი ეს ბრძანება trim. რას აკეთებს ის? ამ ბრძანებაზე დაწყებებით ილუსტრატორი ავტომატურად წაშლის გამოსახულების იმ ნაწილს, რომელიც დამალულია ზედა ობიექტის ქვეშ. ანუ აი ამ ობიექტის ქვეშ. მე ხა გავაუქმებ და ხედავთ, რომ აი აქ კანტის სახით, ოდნავ გავადიდეთ და დაინახოთ, კანტის სახით მოჩანს ქვემოთ ობიექტი, რომ არის განლაგებული. თუ კი მე დავაწყებთ trims, ის ობიექტი, რომელიც აი ამ ვარსკვლავის ქვემოთ იყო, კანტების სახით, გააერთიანა, ანუ წაშალა რეალურად, აი ამ გზებთან. ანუ შექმნა საერთო გზები. ავტომატურად წაშლის ილუსტრატორი გამოსახულების იმ ნაწილს, რომელიც დამალულია ზედა ობიექტის ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში სხივები ფარავს შიდა ყვავილს, ობიექტს. თუ კი მოუხსნით გამოსახულებას მონიშნას და გადავალთ რეჟიმში isolation, მაგალითად დავაწყებთ აქ ვარდზე, მოუხსნი, ორჯერ წკაპით, გადავდივართ იზოლაციაში, ხედავთ და კიდევ ორჯერ წკაპით, ხედავთ აქ რაც მოჩანს, ვარსკვლავი და უკან ყვავილები. ჩვენ შეგვიძლია იზოლაციიდან გადავიდეთ ჩვეულებრივ ერთი ნაბიჯით უკან, ან შეგვიძლია საერთოდ ორჯერ დავაწყაპოთ და გამოვიდეთ იზოლაციის რეჟიმიდან. დავაბრუნოთ ყველაფერი საწყის მდგომარეობაში, ისე როგორც იყო, გვაქვს მონიშნული ორივე ყვავილი, ორივე ფიგურა. ახლა კი შევხედოთ Pathfinder-ის კიდევ ერთ ფუნქციას,
მას merge ეწოდება, აი აქ არის განლაგებული ის, ხედავთ? ანუ შერწყმა. ეს ხელსაწყო აერთიანებს ზედა ობიექტს ქვედასთან და გარდაქმნის ერთიან გზად. თუ ტრიმი ამოჭრას აკეთებდა, წინა ბრძანება, merge პირიქით, მათ გაერთიანებას უზრუნველყოფს და როგორც ხედავთ, აი ერთ ფიგურად მივიდეთ. ну მოდი მე ახლა გავაუქმებ, ოდნავ გავადიდებ და აქ ნათლად ჩანს, რომ ეს ფიგურა აბსოლუტურად სხვა ფიგურაა, ეს ფიგურა სხვა ფიგურაა და ეს სხივები სულ სხვა ფიგურაა. ანუ სამი ფიგურისგან შედგება ეს გამოსახულება, მაგრამ merge-ის შემთხვევაში ხედავთ, რომ ისინი ყველა გაერთიანდება ერთ გზად. ამას აკეთებს merge. გავაუქმოთ ცვლილებები, ყველა აბსოლუტურად, გამოყვოთ ისევ ეს გამოსახულება და შემდეგი მონაცემი არის crop. აი ეს ბრძანება. ამოჭრა. განვიხილოთ ჯერ და შემდეგ ნახოთ უკვე პრაქტიკაზე რას აკეთებს. ის ყოფს გამოსახულებას წინა შემადგენელზე, ხოლო შემდეგ წაშლის გამოსახულების ყველა იმ ნაწილს, რომელიც ცდება უკიდურესი წინა ობიექტის ჩარჩოებს. ანუ მე ვახორციელებ გამოსახულების ჩამოჭრას და წაშლილი იქნება ყველაფერი, რაც დადებული იყო ზემოდან. მოდით ვცადოთ, დავაწყაპოთ და ხედავთ, რაც ზემოდან იყო დადებული, ყველაფერი წაიშალა აბსოლუტურად. რაც რჩება, მხოლოდ ის ნაწილები, რაც დარჩა, ყველა ზედა გამოსახულებას ეკუთვნის. მის ქვემოთ ყველაფერი აბსოლუტურად წაიშალა. გადავიდეთ შემდეგ ფუნქციაზე, ეს არის outline, ეს ფუნქცია. ამ რეჟიმში გამოსახული იქნება ფიგურის კონტურები. როგორც დაინახავთ, თითოეულ ობიექტს მისი საკუთარი კონტური გააჩნია. ბოლოს ყველაზე ბოლო არის აი ეს მინუს ბექი. ну აქ კონტურებთან გასაგებია ყველაფერი, რასაც წარმოადგენს, კონტურებს გვიჩვენებს, გზებს გვიჩვენებს გამოსახულების, ან გამოსახულებების, თუ პროექტი რამოდენიმე გამოსახულებისგან შედგება, ხოლო რაც შეეხება ბოლო მონაცემს მინუს back, ის ახორციელებს უკანა და წინა ობიექტების განცალკევებას ერთმანეთისგან. თუ დავაწვევით, ხედავთ, უკანა და წინა ობიექტები განაცალკავა და ჩვენ მასზე დაწყებების შემდეგ დავინახავთ, რომ ყვავილი საერთოდ წაიშალა. გამოსახული იქნება ყველაფერი, რაც დარჩა იმისგან, სადაც გადაიკვეთებოდა ყვავილი და წინა ობიექტი. რეალურად ასეც გავაკეთე. დავაბრუნოთ უკან. Pathfinder-ის მონაცემების გამოყენება საინტერესო შედეგს იძლევა. მოცემულ შემთხვევაში მე გამოვყოფდი მთლიანად გამოსახულებას და გამოვიყენებდი ბრძანებას trim. ну აქ არის ეს ბრძანება trim-ი. ამის შემდეგ წავშლიდი სხივებს, ამისთვის ავიღებ აი ამ direct selections, მოვნიშნავ აი ამ სხივებს და ამაც წავშლიდი. ну გადავალ ესე იზოლაციაში, ხო აუცილებლად divides გამოვიყენებ, რა თქმა უნდა, trim-ის შემდეგ, ან trim-მამდე, ასეთი მნიშვნელობა არ აქვს, მაგას რომელს სადაც გააკეთებ და ამ სხივებს ყველას წავშლიდი და ხედავთ, როგორი ყვავილი დაგვრჩა საბოლოო ჯამში. ანუ ამ ეს დარჩენილი შეჭრები მთლიანად წაშლილი სხივების დამსახურება. ანუ აი აქ იყო სხივების გზები. Pathfinder-ის შესანიშნავი საშუალება ექსპერიმენტებისთვის რთული ობიექტების შესაქმნელად, დაუთმეთ დრო ამ ხელსაწყოს, რომ კარგად გაიცნოთ ის, რათა შექმნათ რთული გამოსახულებები, რთული ობიექტები, რომელთა შექმნა მექანიკურად, აი ამ Pathfinder-ის გარეშე ცოტათი რთულია.